მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვატოღუნჯილია, თქვენ ახლა იმყოფებით ჩემს YouTube არხზე. რა თქმა უნდა, ერთადერთი და განუმეორებელი მერაბ თვალიშვილი. როგორ ხარ მერაბ? მოგითხრა მასწავლებლობ ჩემზე მეთქი. ერთადერთი და განუმეორებელი ხარ, ზმაო, აბა როგორ თქვი. დღეს ახლა ვიმყოფებით UFC PI-ში, UFC Performance Institute-ში, სადაც UFC სათავო ოფისებია განლაგებული და ასევე ბრძოლები ემზადებიან, სადაც მოხვედრა ყველა მებრძოლის ოცნება არის შენს დამეთანხმები ალბათ ამაში და მერაბის წყალობით გვაქვს შანსი რომ დავათვალიეროთ აქაურობა, ან UFC-ის მებრძოლი უნდა იყო, ან UFC-ის მებრძოლთან ერთად უნდა იყო აქ რომ შემოხვიდე, ხო სწორად ვამბობ? კი, ან უნდა მუშაობდე, ხო, როგორც ვიცი 400 თუ 600 ადამიანი მუშაობს UFC-ში, არის ორი შენობა, ეს არის UFC Performance Institute და ასევე არის UFC Apex-ი. იქეთ მეორე ნაწილში არ შევიდეთ დღეს, მაგრამ პატარა ნაწილი ვაჩვენოთ, სადაც ხალხი მუშაობს და ადებინგს აკეთებენ, მუშაობენ მაგალითად. გავიდეთ? აქ ვარ. შევიდეთ. მოემართება მერაბ თვალიშვილი გალიისკენ, ქართველი ჩემპიონი. ჩემპიონი მერაბ თვალიშვილს, ერიკ თქვენ არ დაგავიწყდეთ მეგობრებო, ამიდევს მოწონება, ჩემი ახლის გამოწერა, ეხლა კი წავიდეთ. შაიხაიო. ხასეინიც აქ არის ჩვენი. გამარჯობა. Let's go. ეხლა უკვე შემინძია შეს. How was today's training? Very good, brother. I'm training with Merab. Always on the phone. Always. სხვათა შორის ეს ადამიანები, მოკლედ მერაბის კომაგები არიან, რომლებიც სტუმრად ჩამოვიდნენ, ესე მოულოდნელად მერაბთან, არც იცნობდა მერაბი და დარბაზთან ელოდებოდნენ. ეხლა და მერაბმა დაპატიჟა UFC-ში უბრალოდ ესე ქართული სტუმარ მასპინძლობა. არის fight week-ი რა, ჩანს ოლივეირა ჰოლოვეი და აქ მოდიან 1.15-20 კაცი მოყვებაო იმას ოლივეირას გუნდი, მაგას ამბობთ. მოკლედ ვატო ჩვენ ჯერ ჭამოთ, იმიტომ რომ 2 საათზე კაფეტერია იკეტება და ამიტომ მე დავათვალიეროთ აქაურობა და თან გუშინ ფანები ჩამოვიდნენ სპეციალურად გერმანიიდან ჩვენთვის და მოკლედ მაგათაც დავპირდი რომ დავათვალიერებინე. ხო ჩვენეთ ესიეთ. Let's eat first because the cafeteria closes in 9 minutes. What's up, brother? How are you? Good. Let's see. Let's go. Nice. Champ! What's up? How you doing? Good to see you. Looking good. Hey. Jamal Hili ჩემპიონი. Jamal, გაგისორდება. What's up? Oh, Staph infection. This is my job. რამდენი ვარ? 1 2 3 4 5 6 მოკლედ ესეთი გემრიელობები გვაქვს აქ. შეგიძლია ლანგარი აიღო, რაც გესია მონება, დაილაგო. აქეთ არის სალათების სექცია, როგორც ხედავთ. ყველანაირ სალათს ამზადებენ, ჩვენ ახლა უბრალოდ გვიან მოვედით და ალაგების პროცესში არიან, მაგრამ შეკვეთას მაინც ვასწრებთ. ეს ჯანსაღი სამზარეულოა. აქეთ არის უკვე საცხობი, აი როგორც ხედავთ, დიდი ღუმელი არის. სხვადასხვა პიცებს აცხობენ, სხვადასხვა გემრიელობებს, ღვეძელებს. სხვათა შორის სენდვიჩებსაც ამზადებენ ხოლმე და შენი გემოვნებით გიწყობენ, როგორც Subway-ში არის და ძალიან მაგარი და გემრიელი გამოდის. აბა მერაბი რა შეუკვეთავს ვნახოთ. აი სენდვიჩებს აქ აწყობენ. კი ბატონო. სულ დამავიწყდა, თქვა. და ყველაზე მაგარი რაც არის UFC მებრძოლებს აპლიკაცია აქვს ტელეფონში და მთელი კვირის კვებას ესე წინასწარ უკვეთავენ, რომელიც გამზადებული ხდებათ და აი აქ შეუძლიათ მოვიდნენ და აიღონ. აი მაგალითად ეს ჩვენი გუნდელია კავალკანტი, ჟაკლინი. აი თვალიშვილი მერაბი. თევანდელი საჭმელი. ხო, გამზადებული წინასწარ. მერაბის საყვარელი საჭმელია.
მერაბის საყვარელი საჭმელი ეხლა უკვე თავს სტეიკი, გრილზე მომზადებული და ბოსტნეული, ან ბრინჯთან ერთად და ან ბროკოლთან ერთად რა. მოусმინოთ აბა. 5 სტეიკი შევუკეთე. ეს ბოსტნეული გამოლეულია, მაგრამ ქართლებს და თევზს დავიმატებ და იქეთ სალათები არაგებული აქვს უკვე რა. განგვიან მოდი. 2 საათი იკეტება რა. შეგიძლია აქ მოხვიდე აქ ჭამო, ან შეუკეთო და გაჩვენებთ ეს წამოდის ვაჩვენებთ ეს. წეგალ ვანახე გერა. არის დილის საუზს და მეორე არის ხო, მეორე საბი. და უკეთა ხოლმე რა, ეს აქ შეიძლება ხშირად ყოველდღე არ ჭამდე, მაგრამ უკეთა და სახში ვერა ხო. და კარგია რა, ანუ არ მიწევს ხოლმე გამზადება. ნიუ-იორკში შესაძლოა ხო სულ ამზადებდი და ეხა აქ პადლობა ღმერთს არ მიწევს რა, ხშირად რა. ებრიელი საჭმელია სხვათა შორის. სხვათა შორის ეხა უცებ მომივიდა, რადგან დამხმარე ყავს გადამღები. მე და შენ ხوار დავიწყოთ ეს საკონების კეთება. შენ იქნები ჩემი დამხმარე. კაი, შენ გაამზადებ, ოღონ ანუ მე ზაგატოკებს ხავს დავჭრი ხო მართლა რა? ხო, და გამზადება ჩემზე იყოს. არ არის პრობლემა. წინსაფრით რო იყო შეიძლება? რა თქმა უნდა, წინსაფრით უნდა იყო, მაგრამ შენ ჩემი დამხმარე ხო? დიდ cooking-ს ჩაიყარა საფუძველი ეხლა მეგობრებო. იო, ექსკლუზიური. კი ბატონო. დაიხარე. გამზადება და ჭამა ჩემზე იყოს. ახაზიაში მიდი იყიდე, მოიტანე. მესიას დაგიწე. ოკეი. მაგალითად. აი ხო დავტოვებ. არა, ბაზარში ვატოვებ. ბაზარში წავალ, ხო, ისე სხვათა შორის ბიზნესთან ამუშავებდი, რესტორანში ბაზარში დავდიოდი. დილით პროდუქტებს ყიდულობდი, მერე დავტოვე და მთელი დღე მეძინა. It was at this moment that he knew he fucked up. მე სამწელი აქ ხარ ცოტა ვეგაში ერთხელაც წასუხარ ბაზარში. Hello, how are you? Good. What's Merab's favorite food here? Steak. Yes. And chicken. Yes. And salmon. Yes. And whatever else. He not picky. Veggies, right? Oh yeah, the veggies. He not picky. Thank you. You're welcome. Thank you. Merabis მომავალ მეუღლეს, ანუ სტეიკი უყვარს, პოსტნეული უყვარს, ესე გრილზე მომზადებული. I'm saying this to Merab's future wife. Oh wow. So she know what to cook? Yeah. Right, I was asking her what's Merab's favorite food here. And she's like, why are you asking her? Because like I'm talking Merab's future wife and I want her to know. My wife don't have to cook. My wife, just long as she raise my kids, that's it. I will have a cook. Don't worry, I will order cook online or I will have a, no problem. Okay. I need to smart kids, you know. Since we have too many veggies, y'all got broccoli. Thank you so much. Thank you so much. You're welcome. Thank you. Got it all? Yeah. I'll see you guys later. Thank you again. Frank Master, congrats. Good job. How are you, Chan? Yeah. It was cool. Yeah. Hopefully we see we get funny now. Yeah. ნახოთ რა მოგვიმზადეს, როგორ გამოიყურება ესე სტეიკი, პავლოვანი კომბოსტო, გრილზე მომზადებული, მოთუშული, თევზი და ქათამი. აი ძალიან გემრიელია და მაგარი ჯანსაღია, თავარია ნერწყვი რომ გავსინჯო. ასენი რამადანზე ასოლიდო. ძალიან გემრიელია. თან ასთავარია ჯანსაღია. Good. Oh, it's beyond good. It's perfect. Broccoli, cranberry salad არის. Salad. Yogurt, fruit. Thank you. Thank you.
მაგარი გემგელია. კი, სხვათა შორის. კი, დესერტებიც არის. და ეგეც ჯანს არის რა. კი, მე მოვსწრით უბრალოდ. ჩვენი ძმა და მეგობარი ხასენ შაიხაევი ჩეჩნეთიდან, ვინც არიცით, ეს კაცი დამეხმარა მომზადებაში უმარმო მაგამედოთან. ეხლა უკვე ჩვენს ოფიციალურ ძნელად დავნიშნე, იმიტომ რომ მაინც ერთად ვარჯიშობთ და მოკლედ ოფიციალურად ხოვე რომ დამხმარებოდა როგორც ძნელი და რავი, მოკლედ ნახოთ. ისედაც ჩვენი გუნდის წევრი იყო, მაგრამ ოფიციალურად უფრო ხო, იმიტომ რომ ეხლა თუნდაც დღეს ვატო რა, ანუ ხედავდი შეულებრად, ანუ ვარჯიშობ შეულებრად, მაგრამ ძნელი ერთია რა, ჯონ ვუდი და ჩვენ ვართ 100 კაცი იქ რა და რამდენს უნდა მოგვაქციოს ყურადღება რა და ამასთან ეს მისწორებს, ამასთან ვარჯიშობ და მისწორებს და ეგრეა რა ინდივიდუალურად და მე საღამოსაც ეხლა მაგალითად საღამოს გვიან ვივარჯიშებთ, იმიტომ რომ აი მაგიტო არ ჭამს ეხლა ხასეინი რომ რამადანზეა და მთელი დღის შუქი არ ჭამს და ანუ საღამოს უკვე ზერო ჩავა მე შეუძლია ჭამოს და გვიან ვივარჯიშებთ ერთად და მოკლედ დღეს ისედაც ცოტა იხედავ რომ ჩაისვავ, ცოტა იმუნოსისტემა მაქვს ცოტა დაბა იმაზე, ეს დავისვენებ ცოტას და საღამოს ვიქნები ჯანზე და so we should training smart tonight in my garage, right? მოკლედ ოქრო ძმა არის, რამადანზეა და არ ჭამს და მოკლედ ჩვენ ჭამოთ, არაფერს. Sorry. ყველაზე მაგარი გადაწყვეტილება იყო შენ რაც გააკეთე სახში, გარაჟში ჯიმი MMA-ს, იმიტომ რომ აქტიურად იყენებს სულ ესე. ერთი პრობლემა აქვს, რომ როცა ზამთარია, ცოტა ცივა რა. და ეხა ცოტა დათქვა და კარგია. ეხა უკვე შეიძლება, მაგრამ ზამთარში მაშინ უმართა რომ ვემზადებოდით, იმიტომ რომ დარბაზი დაკეტილი იყო ახალ წელს, შოუბას და რაღაც უქმე დღეებზე. და მაშინ ციოდა ძალიან რა და მე წელი მткиრა. მომაგაძნელი იყო და ეხლა ცოტა რომ დათქვა, ეხლა უკვე კარგია სასიამოვნოა დარბაზი, უბრალოდ ბევრ ხარს ვერ იტევს ჩემი დარბაზი და ამიტომ ვაპირებ რომ ცალკე დიდი შენობის აშენებას და ესე საღამოობით ინდივიდუალურად მომზადო რა, იმიტომ რომ კი მაშინ ბევრი კრიტიკოსები მიყავდა რომ რადგან გარაჟი, მაგრამ არ არის ეგრე რა, იმიტომ შაბათ-კვირას დარბაზი დაკეტილი არის ხოლმე და ისედაც პრაქტიკული აღმოჩნდა შენთვის და უქმე დღეები სულ ბევრი არ არის ამერიკაში, სულ 5 თუ რაღაცა 6 დღე არის დასვენების, მაგრამ აინც ხო არის და მაგას გარაჟში ვარჯიშობ ხოლმე. ხო, ალჯერს ვერ მივესალმეთ ეხლა დავინახე ეგ ტელეფონს და მენეჯერს ვესაუბრებიო და მოვაო. ბრძოლაზე ვესაუბრებიო მენეჯერსო, დახოთ. და უნდა დავათვალიეროთ, სადაც ამონტაჟებენ ვიდეოებს და ჩვენ პატარა ნაწილს ვნახავთ, ხოლო სადაც ამონტაჟებენ ვიდეოებს. უფრო დიდი ნაწილი არის მეორე მხარე, სადაც მართლა ძალიან დიდი სამუშაოები მიდის, მონტაჟები და ბევრი რამე რა და აქ ხა პატარა ნაწილი არის, უბრალოდ ცოტა აიდა. აქ მიდის მთელი ჯადოქრობა, რასაც მე უყურებთ UFC-ზე. მონტაჟები. ეს თანამშრომლების მოსაცდელია ალბათ. კი. მოკლედ აქ ვიცი რომ ერთი ადგილია, სადაც მომალისთან ერთად ჯაკუსში ვისხედით და როგორ მოხვდით რა ამ ჯაკუსთან. გვაჩვენებ? კი ბატონო, წავიდეთ. წავიდეთ. ჯაკუზი. ეს არის red light-ის თერაპია, უხდება კანს, ჭრილობებს. აქ არის ჩვენი ჯაკუზი რა. აი ჩვენი ლეგენდარული ჯაკუზი. Mark, how are you, my friend? Good to see you, brother. Good, brother. How you doing? Good. What's up, brother? Good to see you. How are you? Mark. Congratulations on your last fight. Good job. Good job. Nice. Yeah, I know. ჯაკუზი. ხო, როგორც იცი, ეს არის ცხელი წყალი და ეს არის ძალიან ცივი. 1 გრადუსი თუ 0 გრადუსად არ ვიცი. 0 გრადუსზე როგორც იყინება წყალი, მაგრამ აი გაყინვამდე ცივია რა. და ეხლა ეს შვიდად ესე ამ ჯაკუზზე ომალი და ლავიღლავის ისტორია ახსენდა. მოკლედ
რაღაც სურათი უნდა გადაგვეღო ნაბეღლავისთვის ჭირდებოდა რომ მერაბი წყალში ხტება და ვერსად ვერ ვნახეთ აუზი სადაც შეიძლებოდა ესეთ სურათის გადაღება, მაშინ მარტო ეს ადგილი გვეგულებოდა სადაც შევძლებდით ამის გადაღებას და რა თქმა უნდა მოვედით PI-ში, უნდა გადავიღოთ სურათი მერაბი როგორ ხტება წყალში თავით. აი ხა როგორც ხედავთ სივრცე არ არის საკმარისი სიმაღლე, უფრო სწორედ რომ სურათი გადამეღო კარგად. ანუ წყალში ხტებოდი თავით, მაგრამ ისეთი არ გამოდიოდა, იმიტომ რომ ანუ აქედან ჩახტომა, ანუ კამერა ვერ იღებდა იმას რა. და ის ნაგვის უნა, ეს მოვაცურეთ. ამოვატრიალეთ. ხო, გადმოვატრიალეთ და ამ დროს შემოდის UFC-ს დაცვა რა. მანამდე ნახეს რომ თავი ჩახტა მერაბი წყალში. ხედავთ რომ თავი ხტებოდი. რამოდენიმეჯერ და ეგრევე არ ქნათო, თორე გაგაგდებთო რა. ჩვენ რო კაი უთხარით და გავიდნენ და ეს ამოვაყირავეთ, დავდევით მერაბი დადგა და თავი ჩახტა და გაგვაგდეს. იმ დღეს რა თქმა უნდა გაგვიშვეს რა. დაისვენეთო ბიჭებო დღეს. ეხა დაგესტნელებ შეუვარდებს აუგუსტს. Guys, say hi on my YouTube channel, quick. It's naked. Let's go. That's funny. Crazy. ამ შაბათს ლას-ვეგასში არის UFC და დღეს არის 4 შაბათი. დღეს საღამოს რამდენიმე საათში აქ იქნება ძალიან ბევრი მებრძოლი, ვინც შხუბობს მაგ დღეს. ყველა იქნება აქ, ყველგან პირსახოცი იქნება გაშლილი. ის გადაფარებული და მოკეთ აქ ცხელი წყალი და საუნის და ზევით მაღლა სარბენი ბილიკის და ველოსიპედის კომბინაცია იქნება, სადაც იქნება წონის კლებები და მოკეთ ძალიან ძნელი სანახავი არის ხოლმე ჩემთვის ეგ რა, წონის კლებები შენ საჩემპიონო ბრძოლაზე აქ დაიკები. ხო, ბოლოს საერთოდ არ ვიკრებ ხოლმე აქ ანუ აქ საუნაში არ მიყვარს ხოლმე სულ სარბენ ბილიკზე ვიკლებ ხოლმე, მაგრამ რომ მორჩი საღამოს წონის კლება და დავდექი და შევმოწმე სასწორი, მქონდა 1 კილო ზედმეტი და მივხვდი რომ მიხედავთ იმისა, რომ თელეგრამე ჩიერი და წყლის გარეშე ვიქნებოდი საწოლში, ვერ დავწვავდი 1 კილოს რა, მაქსიმუმ 400 გრამს წავ ხოლმე ღამე რა. და ამიტომ ხო დილით მომიწია მაგ დაახლოებით 600 გრამის დაკლება აქ საუნაში. პირველად 20 შოქი შოვნომალის, ხო და პირველად გამოვიყენე როგორც UFC-ს პერფორმანსით, მაგრამ ყველა აქ იკლებს რა, ძირითადად ორი კვირა კაცრ დიეტაზე და იქლებენ აქ. თარიც რო იყო ხა ბექაპი, აქ ვიყავით საუნაში იქლებდა, აქ იყო ყველა მებრძოლები, ვინც ჩხუბობდა და შემდეგ აქ წონასო დაიკლებენ, აპექსი გვერდით არის, დაახლოებით 2 წუთის გზა არის მანქანით და აპექსში არის აწონები. აქედან გადავლენ. UFC შენობა არის ისიც. ჩააბარებენ წონას, იქ უკვე გამზადებული აქვს ყველაფერი აღდგენისთვის და მე ისევ აქეთ გადმოყავთ თუ რამე. ეს არის პერფორმანს ინსტიტუტის ყველაზე დატვირთული ადგილი, სადაც თავიანთი მწვრთნელები ყავთ მებრძოლებს. უბრალოდ UFC პერფორმანს ინსტიტუტის მწვრთნელები არიან, ეხლა დავათვალიეროთ და ესე ეხმარებიან მებრძოლებს ფიზიკურ მომზადებაში. თავიანთი პროგრამები აქვთ პლანშეტებზე, ჩატვირთული ყველა მებრძოლისთვის. Philly fighting next week. Let's go, bro. ჩვენი გუნდელია ფილიც. სხვათა შორის Max Holloway-სთან, Denigesთან და ძალიან ისეთ მებრძოლებთან აქვს ჩატარებული ბრძოლები. თვითონაც ლეგენდა არის, ბევრმა არ იცის, მაგრამ ეს ადგილია მეგობრებო, მოკლედ სადაც ვარჯიშობენ, ამ ფიზიკურ მომზადებას სადაც გადიან, აი ხედავთ, ამ ხელა სივრცეა, აი აქეთაც როგორი დიდი სივრცეა. კიდევ ჩვენი გუნდელი Jacqueline Cavalcanti. Let's go. აი ეს სივრცე მასშტაბებს ალბათ ხვდებით, ამ ხელაც არის, აიდანაც ჩემოვედით. გარე სივრცეც არის ავარჯიშო, უკვე გამოდის კარგი ამინდები და აქაც გარეთაც ვარჯიშობენ. ეს დასასვენებელი სივრცე არის, რასაც ხედავთ, ეზო, სადაც UFC-ს თანამშრომლები, მებრძოლები დღის განმავლობაში იცვენებენ ხოლმე. ჩემგან ხელმარცხნივ სასადილო არის, სადაც მივირთვით. აი ეს დიდი შენობა, სადაც ვიყავით, ეს მთლიანად სასადილოა. ხოლო უკვე აი ამ მხარეს არის სათაო ოფისები, სადაც ასევე მიდის სხვადასხვა დიზაინების შექმნა, მონტაჟი, ბრძოლებზე მუშაობა. Dana White-ის ოფისიც აქ არის, Dana White-ის ოფისთანაც მივალთ ახლოს. სამწუხაროდ ვერ შევალთ, მაგრამ ახლოს მივალთ. და შემდეგი ლოკაციები, ხა რაც უნდა დავათვალიეროთ, არის кейჯები, ანუ ოქტაგონები, რომელიც მეორე სართულზე არის, აი ამ სივრცეში. იგივე სივრცეა უბრალოდ მეორე სართული და
UFC shop-ში უნდა გავიაროთ აუცილებლად. აქ ზევით არის Dana White-ის ოფისი სხვათა შორის. Dana-ს მიღებები ხდება. ზევით არის დიდი ბიჭები ჩვენი. როგორია მე რა იზიეთ. და ჩაოლები დიდი ოფისებია. Dana White-ს აქვს თავისი. ოფისი აქვს და ერთი დიდი ოთახია, სადაც ტანსაცმელი აქვს ეს ჩალაგებული ბოტასები, შაურ კოსტუმი, ჯინსები და ეს დიდი ოთახია ტანსაცმლის სავსე რა. Goat. და პირველი ოპა. Muhammad Ali. ზამაგარია რა. ესეც ჯილდოები. სიგიჟე. ეს სივრცე ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი სივრცე არის აქ. ამაზე აქვს მოწყობილი ძაა. აღდგენის ოთახი. UFC-ს მებრძოლები როცა ვარ ტრამირებული, შეგვიძლია მოვიდე დავნიშნოთ აპოინტმენტი და რაღაც ტრავმაზე, როცა მაგალითად მე როცა ხელი მქონდა მოტეხილი ლიანის პირველი ბრძოლის დროს, მაშინ აღდგენას აქ მიკეთებდნენ, ოპერაცია გავიკეთე მაგის შემდეგ და მოკლედ მაგაზეც ეხლა პატარ-პატარა ტრავმები როცა მაქვს ხოლმე, ყოველთვის მოვდივარ და მეხმარებიან აქ რა, ეგ კარგია. ერთადერთი ეგ არის ყველაზე დიდი კარგი საშუალება, რომ ლას-ვეგასში ცხოვრობ, შეგიძლია მოხვიდი აქ და აღდგენაში დაგეხმარებიან. და სხვა ეხლა დარბაზი სხვა შტატებშიც აქვს ჩვეულებრივად. და ეხლა ისა რა ვქეთ, ცივი და ცხელი წყლის კომბინაცია და საუნის პრობლემა დღეს არ არის ეხლა ის რაღაცა. საჭმელიც ეხლა ხალხი ცხოვრობს, არაა პრობლემა უბრალოდ. კარგია თქმა UFC-ის performance ინსტიტუტი, მაგრამ ყველაზე დიდი მაინც ეს არის რა, ტრავმებზე როშეთა შეგიძლია რომ აღდგენაში დაგეხმარო. მაგარი ბენეფიტი. ხო, ეგ არის კარგი დახმარება. შენ რა მოგწონს UFC-ში ყველაზე მეტად? UFC-ში ამოწონს ყველაზე. ამა, თუ ჯაკუზი. ჯაკუზი. ჭამის მერე ჯაკუზი. ყველაზე ისეთი ლეგენდარული ადგილი, ჯერ აქ საიდანაც ადიხარ, Hall of Fame, დიდების დარბაზი და აქ გვერდებზე როგორც ხედავთ, მეგობრებო, დიდების დარბაზის წევრები არიან, დიდების დარბაზის წევრების სურათებია წარმოდგენილი UFC-ის ძალიან ცნობილი მებრძოლების და ლეგენდების, აი Ronda Rousey მაგალითად, Chuck Liddell, Forrest Griffin UFC-ში არის მართველი და დირექტორი არის, მაგრამ მებრძოლი იყო UFC-ის ერთ-ერთი ლეგენდარული. კლიანად Next Saturday. ძალიან მაგარი. Let's go. ხო. Legends become champions, bro. Let's go. Yeah. Hello coach, how are you? Opa. Good to see you. Nice to meet you. Very good, brother. What you doing? Like Just patch. ალჯოს აქვს ახლა თათებზე ვარჯიში, მოკლედ ისე დროს მოვედით და ეს არის performance ინსტიტუტის მეორე სართული, სადაც ორი ოქტაგონია განთავსებული. ეს ოქტაგონი არის UFC-ის ზომა, რომელსაც აი მაგალითად T-Mobile არენაზე და სხვადასხვა ადგილებში ნახულობთ და ეს ოქტაგონი არის უკვე Apex-ის ზომა, ანუ გაცილებით პატარა არის შედარებით, არ არის ესეთი დიდი ზომა რა. მაგრამ ორივე ოქტაგონი არის აქ, რადგან UFC-ის მებრძოლებმა შეძლონ აქ სპარინგი, მომზადება, შეიგრძნონ წინასწარ. აი ასევე აქეთ მინდა განახოთ ერთი საინტერესო სივრცე, ტრენაჟორებსო თავი დავანებო. აი აქ ხდება ძალიან საინტერესო რაღაცა. ესე იგი, აქ ჩვენ გვაქვს, მე არ იყოს შიგნით. ეს არის საუნა და თან შიგნით არის ესეთი ველოტრენაჟორები. თან საუნა ჩართულია, ანუ წარმოიდგინეთ, ცხელა, უფლი მოგდის, სადაც თან ველოსიპედზე ვარჯიშობ, ანუ წონის კლებისთვის ძალიან მაგარი რაღაცა არის. მართალია, ყველას არ შეუძლია ესე წონის კლება და ესე დაკლება, მაგრამ აქ AI-ში რა ვიცი თითქმის ყველაფერი აქვს. ეხლა პატარა საუნებსაც გაჩვენებთ. დავკეტოთ. აი აქ ეს მებრძოლები ვარჯიშობენ ეხლა. პატარა საუნა აი აქ გვაქვს, როგორც ხედავთ. და კიდევ აი ესეთი ჩასაჯდომი საუნებიც კი არის. ამას უკვე სასტუმროებში იყენებენ ძირითადად მებრძოლები აი ამ ჩასაჯდომ საუნას. სიმართლე გითხრათ, პრაქტიკიდან გამომდინარე, ცოტა წელს წენს ხოლმე აქ დიდხანს, როდესაც ზიხარ, მაგრამ ბევრისთვის გამომდგარი პრინციპი არის წონის კლების. მე მგონი საინტერესო ტური გამოგვივიდა.
UFC PI-ს. თან ერთი საინტერესო რამ რაც მინდა ვთქვა, რომ შემდეგ ვიდეოებში ირაკლი დამეხმარება, ვიდეოგრაფერი, რომელიც ახლა შემომიერთდა. დღეს პირველი ვიდეოა, რომელსაც ერთად ვიღებთ და უკვე უფრო ბევრ და ძალიან საინტერესო რაღაცას შემოგთავაზებთ, როდესაც კამერის უკან ვიყავი ხოლმე რთული იყო ამ რაღაცების ჩვენება, ისე გადმოცემა მე როგორც მინდოდა, მაგრამ ახლა უკვე მომეცემა ამის შესაძლებლობა, რომ საინტერესო აქტივობები, ადგილები ერთად დავათვალიეროთ და მე აქ ყავდეთ. მერაბი როგორც ყოველთვის, ანუ ძალიან დაკავებულია რა, ეს არ არის რაღაც სიცრუე ან ადამიანებთან თავის არიდება, რამეს გავსი მართლა ძალიან დაკავებული არის სულ ტელეფონზე. 3 ასისტენტი, გადაღებები, ვარჯიშები, შეხვედრები. ნუ მეგობრებისთვისაც რჩება დრო. იმედია. იმის გარდა რომ აქ 2 კეიჯია, აქეთ არის დიდი ტატამი, გახსნილი სივრცე, სადაც ასევე სხვადასხვა ვარჯიშები ტარდება, სხვადასხვა მწვრთნელები ატარებენ და ერთი ნიუანსი მინდა ახლა ახსნა, რატომ არ ყავს UFC Performance Institute-ს თავისი მწვრთნელები. აი წარმოვიდგინეთ მაგალითად UFC Performance Institute-ში მერაბსაც შეუძლია რომ ივარჯიშოს და პიტერიანსაც შეუძლია რომ ივარჯიშოს და ერთი მწვრთნელი ფიზიკურად ვერ ეყოლებათ, იმიტომ რომ ანუ ამ მწვრთნელს ხო ეცოდინება ორივე შესახებ, ორივეს უპირატესობები, როგორ მიდის მომზადება და შესაბამისად არ არის რა თქმა უნდა ეს ლოგიკური. ამიტომ შეიძლება შენი საკუთარი მწვრთნელი უკვე MMA-ს შენ თვითონ მოიყვანო, მაგრამ ფიზიკური მომზადების მწვრთნელები ქვევით არის როგორც ნახეთ. აქეთ ეს ძალიან დიდი სივრცე და ტატამი არის, სადაც სხვადასხვა ვარჯიშები ტარდება, ნებისმიერ შეუძლია მოვიდეს და ივარჯიშოს UFC-ს მებრძოლებს და მოიყვანოს თავისი გუნდი მაგალითად მწვრთნელი, სპარინგ პარტნიორები და ჩვეულებრივად შემოვლენ. აი აქ ძალიან საინტერესო ოთახი არის, ისევ შეხვედრების. არ ვიცი თუ გამოჩნდება, ძირითადად ესე UFC-ს ფიძიები ხდებიან ხოლმე ერთმანეთს და რაღაცებს განიხილავენ. თი საინტერესო ადგილი მინდა ვაჩვენო, არ ვიცი თუ შევალ ხა, თუ გაიღება, მაგრამ იმედია კი შევედით. წავო. ჩორნი ხოდები. ეს მომწონს ძალიან რა. აქ არის ეს old school სტიკერები, ყველაფერი რაც ყოფილა UFC-ს ბანერების GSP. და აი ეს ოთახი მინდოდა დაკავებულია. ესე იგი ეს არის დასვენების დასასვენებელი ოთახი, სადაც წამოსაწოლი სპეციალური სავარძლებია, PlayStation-ი, Xbox-ი და ესეთი რაღაცები უბრალოდ ეხლა ვიღაცა არის შეგით შესული და ისვენებს. და ვერ შევალთ. მეორე არა. ხოლმე ადგილია. დავიპარებით UFC-ში, მაგრამ ჩვენ არაფერს არ გვეტყვია. აი ესეც მოსასვენებელი სივრცეა იდეაში. ესეთი ძალიან კარგი. აქ მანამდე პინგ-პონგის მაგიდა იყო და ეხლა სამწუხაროდ აღარ არის წაიღეს. ეს ჩვენი პარკინგი, საიდანაც მოვედით. და პირდაპირ ხედავთ მეგობრებო, UFC Apex, აი შენობა არის UFC Apex-ი, რომელსაც პირდაპირ ხედავთ, კი. და როდესაც აქ წონას იკლებენ, აწონების დღეს გადადიან იმ შენობაში, სადაც ხდება ჩაბარება. და სადაც არის ტრანსლაცია, აი უშუალოდ აწონების, ზუსტად აი ამ შენობიდან არის. ხო, როგორც ვამბობ, აქ მაგიდის ტენისიც იყო და აიღეს, იმიტომ რომ ვერ ჩემპიონატების ჩატარება დაიწყეს ვიღაცეებმა. ეხლა წავიდეთ დაუბრუნდეთ მერაბს. ესეც ლამაზი კორიდორია რა. UFC-ს ის მომწონს, რომ აი ეს დეტალები რა, ეს დახვეწილად აქვს ყველაფერი გაკეთებული. სურათები, ანდერსონ სილვას ერთ-ერთი გამონათქვამი. სხვათა შორის ამ ადგილას შეხვდი ჩარლს ოლივეირას პირველად პირადად და აი ძალიან ისეთი ემოციური შეხვედრა მქონდა. ჯორჯ სენ-პიერი. რთულია რომ გახდე ჩემპიონი და კიდევ უფრო რთულია რომ შეინარჩუნო ჩემპიონობა. დამბურძგლა. იმიტომ რომ ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი აბსოლუტურად. მერაბის ჩემპიონობა, ნუ მოკლედ ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე, აი კულისებიდან კი არა. ჩემზე ახლოდან მე მგონი არავის არ უნახავს და ვეთანხმები ჯორჯ სენ-პიერს. Aljo is trying to put Jamaican music, I hope. Yes. Jamaican music.
Maybe a mix. A good mix. I want to listen first track what you're gonna put. Let's stay and let's see. Funk Master coming. There we go. DJ Aljo. Get some vibes. DJ Aljo. I don't know. Doing good, my guy. Dude. კარგადაა ძმა, ყველაფერი გამლახეს უკვე. აქ არავინ არ გაგლახავდა შენ UCPI-ში. ქუჩაში შეიძლება ბაზარი არა, მაგრამ ანუ ქუჩაში გამლახავ. ქუჩაში ბაზარი არა, მაგრამ აქ UCPI-ში ყველა პროფესიონალები არიან. შენთან და მეგრელებთან ჩხუბი არავის არ უნდა ძმა. მაგაში არა შეიძლება აქ არის ცენ რომ შენ მეგრელი ხარ. აი ისიც ცენ რომ ჩემ მეგობარი ხარ და მე ვიცი რომ შენ მეგრელი ხარ. საკვარისია. გასაგებია ჩემო. გასაგებია. ამიტომ მეგრელებთან პრობლემა არ გვინდა. პატისად მეგრელებს. სამიახლობელთან არ არის საჭირო. არა. ოკეი. ტექნიკურად შევიჭიდოთ. გასახდენებში რა ხდება. Sorry, I'm following you whole day, see? We're filming some YouTube video and like just showing PR. It's a booth. ეს ლეგენდარული სასწორია აქ, რომელიც მეზიზღება, რომელზეც ამოწმებთ ხოლმე წონას, სანამ გადავალთ იმაში აპექსში, წონაში ვართ თუ არა და მოკლედ ეს სამუშაო გარემოა სამწუხაროდ რა. მოდი ბარემ ნახოთ ჩემი წონა. კი, ყველაფერი მიდევს, მაგრამ 161 პაუნდი. ტანსაცმლის გარეშე ვარ 155. ანუ ხვალ რო 70 კილოში ვიღაცა ამოვარდეს, მზად ვარ რომ წავიდე. ბრძოლას წავაგებ, მაგრამ სამაგიეროდ ჩავждები. ლაკეტილია. ლაკეტილია. აგე ისეთი სათავსოები გვაქვს, ეს კი ვიღაც გამოვაგე, მაგრამ მე მგონი საინტერესო ვიდეო გამოგვივიდა საკმაოდ. Bye guys. Bye. See you. Have a good day. Houses there. მოკლედ მე მგონი საინტერესო ტური გამოგვივიდა, ვაჩვენეთ ჩვენ მაყურებლებს UCPI. მიადანეთ თვალე ვატოს YouTube channels და გაიგეთ მეტი მეგრელების დრამებზე. პირდაპირ სენაკიდა. არ დაგავიწყდეთ მეგობრებო, ჩემი არხის გამოწერა ამ ვიდეოს მოწონება, რისთვისაც მადლიერი დაგრჩებით და მე რა მადლობა კიდევ ერთხელ შენი დროისთვის შემეძლო. მართლა ვაფხზე და მართლა მადლიერი. გაიხარეთ, დამატებები დროებით. ზუსტად 2 დღეში მეგობრებო გაიმართება Max Holloway, Charles Oliveira 2 და აუცილებლად დატოვეთ თქვენი აზრი კომენტარებში ვინ გაიმარჯვებს. აბა დროებით მეგობრებო, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა კიდევ ერთხელ რომ ჩემთან ერთად იყავით.